ცოტა უკან გამოიჩუჩი რა ძალიან ცოტა უკან რა სანაგვი არ არის შეგვიძლია რომ ვთქვათ აი თქვენი ფესტივალთან დაკავშირებით წელს ფერისცვალების ფესტივალზე მარნეული სასურსათო ქარხნის ორგანიზებით საფუძველი დაედო წნილის და მურაბის ფესტივალს. ეს ფესტივალი ადრეც იმართებოდა, უბრალოდ იყო უფრო დედაქალაქში და ახლა გავედით რეგიონებში. წელს პირველად დაიწყება ბახმაროში 19 აგვისტოს და გადაინაცვლეს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აქ მნახველებს აქვთ საშუალება, რომ გასართო პროგრამას ვთავაზობთ ჩვენ, ასევე დეგუსტაცია არის წნილის და მურაბის ჩვენი პროდუქტების და სხვადასხვა გათამაშებებში და პრიზებში შეეძლებათ, რომ მონაწილეობა მიიღონ. დავამთხვიეთ ეს ფესტივალი ფერისცვალების დღესასწაულს და ბახმარო ავირჩიეთ, რადგან აქ ყოველწლიურად იმართება ბახმაროს დოღი და ჩვენ ამ დოღის ერთგვარი წარმომადგენლებიც ვართ და გვაქვს სპეციალური პრიზები დოღის მონაწილეებისთვის და გამარჯვებულებისთვის. ეს ფესტივალის ორგანიზატორი არის მარგებელი ჰოლდინგი, რომელშიც არის რამდენიმე კომპანია გაერთიანებული, წყალი მარგებელი, ნაბეღლავის და ბახმაროს მწარმოებელი და მარნეული სასურსათო ქარხანა. წარმოდგენილი ვართ ჩვენი პროდუქციით და ღონისძიებებით. დიდი მადლობა, თქვენი სახელი და გვარია თანამდებობა. ირინა გაფრინდაშვილი, მარნეული სასურსათო ქარხნის დირექტორი. მადლობა. ულოცავ თელფრენს ქვეყანას დღევანდელ დღესასწაულს ფერისცვალების წინვალე დღესასწაულს დღევანდელი ფერისცვალების დღესასწაული ნამდვილად გამორჩეულია წლევანდელი არის უამრავი გასართობი პროგრამა განსაკუთრებით მინდა გამოვყო მარნეული სასურსათო ქარხნის მიერ მოწყობილი წნილისა და მურაბის ფესტივალი და დავაანონსებ, რომ 13 სექტემბერს ვეპატიჟები ყველას ანალოგიურ ფესტივალზე, რომელიც უფრო დიდი მასშტაბით ჩატარდება ქალაქ ოზურგეთში. ბეგი სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი.
ისმის ხმა? შეგვიძლია. დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს მობრძანდა და ფერისვალების დღესასწაულს ამ საოცარ ადგილას ბახმაროში დღესასწაულობთ ჩვენთან ერთად. წელს განსხვავებული ფორმატით გადავწყვიტეთ დღესასწაულის აღნიშვნა წირვალოცვის შემდეგ სახალხო საერნებო მიმდინარეობს და ამის შემდეგ იქნება ჯირითი ტრადიციული ბახმაროს დოღი. ეს ადგილი უნდა იქცეს ტურისტების ადგილად. ეს ადგილი რეგიონალური პროექტების განხორციელების ადგილად უნდა იქცეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენ ამას შევძლებთ და უკეთეს ბახმარობას, უკეთეს ფერისვალობას შევხვდებით. დიდი მადლობა ყველას. ირაკლი გოჭავა ჩოხატაურის გამგებელი. ფერისვალობა, აპოსტილებები. რა თქმა უნდა, გილოცავთ ფერისვალობას. ეს არის აუცილებელი საქმე და აუცილებელი საზოგადოებასთან გვაქვს საუბარი და ეს არ არის მაგალითად კულტურული საზოგადოება მხოლოდ. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. ანსამბლი ნართი, ეჩემი ანსამბლი ნიშნავს სულხან საბა ორბელიანის სახელობის
კრებულის მიხედვით. დღევანდელ ღონისძიებებზე რა სიტყვით? დღევანდელ რა თქმა უნდა ეს არის უსაყვარლესი უდიდესი ღონისძიება. მე ასე ვთვლი. არ ვიცი ეხლა მე ბავშვობაში დავდიოდი აქ, გავიდა რამოდენიმე წელიწადი და ეხლა მოვედი მეორე თუ მესამე. გილოცავ ყველას, ჯანმრთელობას და ყველაფერ კარგს გიცურობ. ფერისცვალობა ეს ის დღეა, როცა ხელში წყალი ჩავარდება, გამიგეთ, წინმა ჩავარდება და იქიდან დაიწყეს მე ფერისცვალობა. ალბათ თქვენც ასე იქნებით, ასე საზოგადოებაში, ასე მეგობრობაში, ასე ადამიანობაში და კარგად და კარგად იყავით. გისურვებთ ყოველივე კარგს. მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? გია ხვინციაშვილი. გია ხვინციაშვილი. მე ვინ ვარ, იცი? ეხლაკი მაცხადებ 2 კილომეტრიან დოქში მონაწილე სპორტსმენებს. ატონი არ გაყვანის და მით უმეტეს განსაკუთრებით ბახმაროში. სათვალით არა. პირველ რიგში სრულიად საქართველოს მიულოცავ დღევანდელ ცხინვალის დღესასწაულს ამ ულამაზესი კუთხიდან, ბახმაროდან. დღეს თანამონაწილენი გავხდით სეზონის დახურვის ამ ულამაზესი დოღის ტრადიციული სახალხო ზეიმის და კიდევ ერთხელ სრულიად გურიას და მთელ საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა. გიორგი ჩხაიძე, გურიის გუბერნატორი. ბატონო გიორგი, სამი შეკითხვა გვაქვს. პირველი არის, ვრცელდება ინფორმაცია, შესაძლოა პრეზიდენტს უფლებამოსილები
ეს შეზღუდვა მოხდეს, თუ არ ვცდები მთავარსარდლის ფუნქციის ჩამორთმევაზეა საუბარი და არა, მთავარსარდლის ფუნქციის ჩამორთმევაზე არ არის საუბარი, საერთოდ არის ფუნქციების განაწილებაზე საუბარი და ჩვეულებრივი ამბავი მიმდინარეობს პროცესი. თქვენ იცით, რომ საქართველოს საპარლამენტო გახდა, იცით, რომ მნიშვნელოვანი ფუნქციები ქვეყნის მართვის პრემიერ-მინისტრს გადაეცა, არა მარტო საქართველოში ესეა, ყოველთვის საპარლამენტო მართვის სისტემაში. პრეზიდენტსაც რასაკვირველი ექნება ის ფუნქციები, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ქვეყანას, ასე რომ აქ არაფერი ისეთი არ ხდება, როგორც ზოგიერთი ცდილობს, რომ წარმოაჩინოს. თუმცა რა ვიცი, პირველი ნაბიჯები ახლა ქვეყანა ყალიბდება დემოკრატიის განვითარება ხდება, დიდი ნაბიჯებით მივდივარ და ალბათ მომავალში უკვე შემდეგი თაობის პოლიტიკოსებისთვის ეს არ იქნება ამაში არაფერი საგვარელი. ბატონო გიორგი, საუბარია საემიგრაციო კანონის გამკაცრებაზე, აი თუ მკაცრდება თუ არა, არის რასაკვირველია, ეს არის უსაფრთხოების მოთხოვნები, რომელიც რეგულირდება საერთოდ ევროპულ სისტემაში და ევროპულ სტრუქტურებში და ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ ჩვენი საგანმანათლებლო ბაზა ევროპულ საგანმანათლებლო ბაზასთან და ეს ერთ-ერთი ესეთი ნაბიჯია. თუ ხართ ინფორმირებული, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექს-პრეზიდენტმა ქაშმირის პალტო და პიჯაკები დააბრუნა და ამასთან დაკავშირებით ხوار შეაფასებდით ამ. არ ვიცი, ახლა ქაშმირის პალტო და პიჯაკებთან დაკავშირებით ცოტა ირონიული გამოვიდა და უნდა რომ ეს გადაიტანოს ეს თავის ყურადღება თავისი ამ ნაბიჯით იმ საკითხებზე, რომელზეც არც არავინ არ ედავება საერთოდ. იქ არის სხვა რამეზე დავა, არის სახსრების ხარჯვის მუხლები და წყარო, საიდანაც უნდა ხდებოდეს, ადრეც უნდა ყოფილიყო ესე ხარჯვა რამოდენიმე მილიონის, რომელიც არასწორად დაიხარჯა და თანაც არასწორი გრიფი ედო, ასე რომ აქ პალტო და კაშნე და სხვა ატრიბუტიკა ტანსაცმელი არაფერ შუაში არ არის. თუ არ ვცდები პირველად ხართ ბახმაროში და როგორ არა, ვიყავი ბახმაროში. ასმირ. აბა რაია შემაშინე. აი ბოდიში. ისა როგორ შეაფასებდით გამანდაბონეზებას? აქ ბახმაროში 40 წლის წინ ვიყავი. ბევრი რამე ახალია, სასტუმრო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ვფიქრობ ეს შესანიშნავი უნიკალური მხარე არის მოსავლელი და მისახედი სერიოზულად ძალიან. შეეხება დღევანდელ დღეს უპირველეს ყოვლისა ფერისცვალებას ულოცავ მთელ საქართველოს გურულებს რასაკვირველია, აგერ მაროლის მონაწილეებსაც გამარჯვებას ულოცავ. შევაფასებდი რას? დღესასწაულია. ხალხი დღესასწაულობს, ვფიქრობ, განწყობა კარგია, საზეიმოა და რაც მეტი ესეთი ტრადიციული დღესასწაული ექნება საქართველოს უკეთესი. დიდი მადლობა. ერთი ორი ჯაბაში. ჯაბაში. ბერიძე. ჯაბა ბერიძე. დავი დიდი სიხარულია ჩვენთვის ეს მოგეო. და ცხენი სიტუაცია ასე. ამინი. გაგიჭირდა მოგება? არა, არ გამჭირები. ეს სამი ადგილზე. კარგია ვარდე. ვარდენ შემო. სანდრედის რაიონიდან სოფელ მელაურიდან ჩამოვედი შეჯიბრებაზე და პირველი ადგილი დავიკავით. ულოცავს უყოლას გამარჯვებს. სანდრედის რაიონის. ვარდენ კი გაჩეიშვილი. აი გაზაგულო ამჯერე. თეონა. თეონა, აკე თეონა. თეონა, აკე ჩვენს. აა
გამარჯვებული მშრობა ყოველთვის ამაღლებულია, თეონა ხო უთხარი? ძალიან კარგი ხასიათზე ვარ, მაგრამ ცოტათი ნაწყენი ვარ რაღაც სიტუაციის გამო, გამოსვლის დროს ცხენების მომენტში. არასწორი გამოყვანით. თეონა პოკუჩავა? მოდელი ბახმაროს შენის თავისებურებები მომიყევი გაფერი იყო. ძალიან კარგად ჩატარდა ჭიდაობა. აგერ სხვარი ვყავს. კი. ჟურნალისტ უყურე უსაუბრე. კი. მე მელაპარაკე. მომიყევი, შეგიძლიათ აი. კი, ყველაფერი ჩატარდა ნორმალურად, კარგად, ყველაფერი ძალიან კარგი იყო. უაღრესად წესიერად ჩატარდა, უმარცხოდ ჩატარდა რამ სწორია და მადლობელი ვარ ამ თავრობის და ყველაფრის, რომ ამხელა ღონისძიებები ჩაატარა მაგან. კონკრეტულად რომ ღონისძიებას გამოყენებთ რაღაც სხვა. ორი მე მოჭიდავე ვარ საერთოდ, იგი ვარ ეროვნული სახეობის სპეციალისტი ვარ. ხო და ლანჩხუთლემა წეიყვანა სხვარი, ეგერ კაი სხვარი წეიყვანა მოუწია. ოზურგეთში უკეთესი მოჭიდავეები იყო, მაგრამ ახლა შეეშალენ პატარა ხელი და სხვარი მოუწია ლანჩხუთლად მეორე ადგილზეც ხია და ყველგანა ამ ფერი სიტუაციაა. აიხარა თქვენი სახელი და გვარი? ვანო კობიძე.